ლაშა, როგორ ფიქრობთ, აი ასეთ სიტუაციებში, რაც ახლა შეიქმნა პოლიტიკოსების და პოლიტიკური პარტიების მიმართ, რა არის დაკვეთა საზოგადოების? მე რა თქმა უნდა ერთიანობის მომხრე ვარ ამ ნაწილში, მთავარია მოთხოვნები. შარშან სხვათა შორის თუ იმე მოიკოჭლა პოლიტიკოსების დიდმა ნაწილმა მოიკოჭლა მოთხოვნებში, თორემ საზოგადოების წარმომადგენელთა დიდი ნაწილი ამობდა არა რუსულ კანონს და არა რუსულ ხელისუფლებას და თუმცა პარტიათა შორის სამწუხაროდ მე მგონი ერთ-ერთი ჩვენ ვიყავით, ვინც იქვე თქვა, ხომ არ გვეფიქრა ვადამდელ არჩევნებზე, ხომ არ გვეფიქრა ვადამდელი არჩევნების მოთხოვნაზე, ან გვეფიქრა სამართლიანი არჩევნების მოთხოვნაზე და სამწუხაროდ საზოგადოებიდან ბევრი წარმომადგენელი იგივეს ამობდა, ნოდარი დამეთანხმება, მაგრამ პარტიათა შორის ასეთი მე არ მახსენდება. შეიძლება ვინმე იყო გამონაკლისი. ასე რომ რით დაასაბუთებთ, რომ ეგ სწორი იქნებოდა, მაგალითად, არა რუსულ კანონს სრულიად გასაგები იყო დასრულდა ეს იმ საზოგადოებისთვის. ფაქტია, რომ შეცდომა იყო, რომ ის აქციები დასრულდა იქ, როცა ერთი გამარჯვება იქნა მოპოვებული. ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება, მართლა გადამწყვეტ მნიშვნელობა ჰქონდა ამ გამარჯვებაში თითოეული მოქალაქეს და საზოგადოებას და პირველ რიგში ახალგაზრდას, მაგრამ იქ გაჩერება იმ მომენტში არ შეიძლებოდა და ეს გვაჩვენა თუნდაც დღევანდელმა დღემ და უამრავ დანაშაულმა, რომელსაც ამ წლის განმავლობაში ხედავს მოქმედი ხელისუფლებიდან, რა ვიცი, გელათიდან დაწყებული, რუსული კანონით დამთავრებული და რა ვიცი, რუსების მასობრივი ჩამოსახლებით გაგრძელებული სოციალურ კორუფციული გენოციდით და აღარ ჩამოთვლი უამრავი დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ. აი ერთი შეკითხვა მაქვს ლაშა თქვენთან, აი ნახეთ ახლა ბოდიში, აი აქ ითქვა ნაწილობრივ და ამ საკითხს მე ესე უყურებ ყოველ შემთხვევაში. ფიქრობ, რომ აქციები საჭიროა, აქციების მოთხოვნა უნდა იყოს არა რუსულ კანონს და არა რუსულ ხელისუფლებას, კი სამართლიან არჩევნებს. იმიტომ რომ ჩვენ უნდა მოვიპოვოთ სამართლიანი არჩევნები ახლა. არ უნდა დავეოდოთ მანდამაინც აი ამ მახინჯ სისტემას კიდევ უფრო როგორ დაამახინჯებენ. ხედავთ, რომ ისედაც თავის თავზე მორგებულ საარჩევნო სისტემას კიდევ უფრო არ ვიცი, თუ ასე შეიძლებოდა, კიდევ უფრო თავის თავზე ირგებენ და არ უნდა დავაოდოთ აი ამ სისტემაში ოდის შავყობით ბოლომდე. როცა ეს ხარ რეკომენდაციაზეა ლაპარაკი, როცა 12 მოთხოვნაზეა იყო ლაპარაკი და ასე შემდეგ, ხო ეს მოთხოვნები ყველა მე მგონი ვიცით, რომ ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ევროპისთვის და კი მნიშვნელოვანი ადგილი ვართ, მნიშვნელოვანი ქვეყანა ვართ, მნიშვნელოვანი ხალხი ვართ, მაგრამ ჩვენ უფრო გვჭირდება ალბათ მაინც ევროპა, ვიდრე ევროპას ჩვენ. კი ბატონო, აუდიტორიას მინდა ვკითხო, ლაშა. ახლა მაინც ბრძოლის, ასე ვთქვათ, ვექტორი უნდა იყოს სწორი. უნდა იყოს მიმართული შემდეგი ორი მოთხოვნით, არა რუსულ კანონს, კი სამართლიან არჩევნებს და ეს სამართლიანი არჩევნები ახლა უნდა მოიპოვოთ, რომ არ ჩავყვეთ მაღალი რისკით ასაგებ თამაში. იმიტომ რომ ამ თამაშის წესებით მხოლოდ პარლამენტიდან ხმაურით ეს არ გამოვა. კი, მეც უნდა ვიბრძოლო, თუ ვერ მივახსოვთ, მაგრამ მოგების გაცლებით მეტი შანსია, როცა არჩევნებს იგებ არჩევნებამდე, მით უმეტეს ასეთი მოღალატე